დილამშვიდობის საქართველოში 11 საათია და გაცემა დღის ნიუსრუმი ბრუნდება პირდაპირ ეთერში. მე ლელა ბაღდავაძე ვარ. ახალ სამუშაო კვირას კი გლობალური პოლიტიკური პერიპეტიების მიმოხილვით დავიწყებთ, რაზეც საკუთარ შეხედულებებს დიპლომატი ვალერი ჩეჩელაშვილი გაგუზიარებს. დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმა და ჟენევაში გამართული მოლაპარაკებები. რა საფუძველი აქვს შეფასებებს, რომ ტრამპისეული გეგმა მსხვერპლს სჯის და აგრესორს ახალისებს. დაგვალოდეთ, დავიწყებთ ზუსტად 60 წამში, თომდე კი თვალი გადავალოთ ბოლოს სიახლეებს. თბილისში აქციები გრძელდება. პროტესტის 371 დღეს მოქალაქეები თავდაპირველად მეტროსადგურ ავლაბართან შეიკრიბნენ, საიდანაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მეტროსადგურ მარჯანიშვილთან გადაინაცვლეს. დემონსტრანტები საბოლოოდ მარშით პარლამენტის შენობასთან მივიდნენ. საპოლიციო ძალები მათ გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევდნენ. მოთხოვნები უცვლელია, გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირები და ჩაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები. სამეგრელოს ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და ავტომობილის ჭხრიკის შედეგად მიფტკიცება დამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება, მეთადონის შემცველი გრანულები და ფხვიერი მასა. რუსებმა ხარკოვზე დიდი რაოდენობით დრონების გამოყენებით კიდევ ერთი მასშტაბური დარტყმა განახორციელეს. ამის შესახებ ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი სოციალურ ქსელში წერს. ხარკოვის მერის იგორ ტერეხოვის ინფორმაციით თავდასხმის შედეგად დაიღუპა 4 მშვიდობიანი მოქალაქე, 17 კი დასჯავდა. მაშასე ეს არის დღის ნიუსრუმი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს, დიპლომატი, მათ შორის უკრაინასა და რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი ვალერი ჩეჩელაშვილია ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატო ვალერი და მადლობა რომ გვესწრებთ. დილამშვიდობისა, მადლობა მოწვევით. ბატო ვალერი, დღეს ჩვენი საუბრის მთავარი თემა ის 28 პუნქტიანი გეგმა იქნება, რომელსაც დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმის სახელწოდებით ვიცნობთ, თუმცა ვიდრე ამ გეგმის მთავარ ასპექტებზე გკითხავდეთ და მთავარ ასპექტებს გავშლიდეთ, მოდით დავიწყოთ კითხვით, რომელსაც სვამს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი. კარგი იქნება ვიცოდეთ, ვინ არის ამ გეგმის ავტორი და სად შეიქმნა ის არის ტუსკის მიერ დასმული მთავარი აქცენტი. აი რას ფიქრობთ, სად უნდა იყოს ეს გეგმა დაწერილი ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ სადმე სხვაგან და პირდაპირ გითხავთ რუსეთში და ევროპელების რა განწყობაზე, ასე ვთქვათ, მეტყველებს ტუსკის მიერ კითხვის დასმა იმაზე, ვინ არის გეგმის ავტორი? ვფიქრობ, ყველა თანხმდება უკვე, რომ ეს გეგმა დაიწერა ძირითადად რუსეთში. სხვათა შორის ეს ირიბა თვითონ მარკო რუბიომაც აღიარა, რომელმაც განაცხადა, რომ ეს არის დაფუძნებული რუსეთის წინადადებებზე, მაგრამ ამავდროულად თვითონისწინებს რაღაც უკრაინის მოსაზრებებს. მაგრამ ზოგადად ჩვენ რო შევაფასოთ, ის დოკუმენტი 28 პუნქტიანი, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, მე ვფიქრობ, რომ ის არ არის არც სრულყოფილი გეგმა, ან მით უმეტეს არც სრულყოფილი სამართლებრივი ტექსტი. ამიტომ მე სრულიად გამოვრიცხავ იმას, რომ მისი ხელმოწერა შეიძლება შედგეს იმ ჩარჩოებში, რაც განაცხადა ბატონმა ტრამპმა, ანუ 27-მდე. უბრალოდ იქ ისეთი ურთიერთსაწინააღმდეგო პუნქტებია ჩადებული და იმდენად ბუნდოვანია ზოგიერთი პუნქტი, რომ და ისეთი არასამართლებრივი ენით არის შედგენილი, ეს არის უბრალოდ რაღაც მოსაზრებების, იდეების კრებული, რომელიც რა თქმა უნდა საჭიროებს შემდგომ ძალიან ღრმა დამუშავებას და გუშინდელი მოლაპარაკებების შემდეგ მარკო რუბიომ აღიარა პრაქტიკულად, რომ მისი ხელმოწერა ვერ შედგება 27-მდე, ამას დაჭირდება უფრო მეტი დრო, თუმცა გუშინდელი კონსულტაციები, როგორც ჩანს, იყო საკმაოდ ნაყოფიერი. სხვათა შორის ახლა მარკო რუბიოს უწევს იმ ასე ვთქვათ შელახული დოკუმენტის, რომელიც წარდგენილია ბატონ სტივ ვიტკოფის და კირილ დიმიტრიევის მიერ, ამ დოკუმენტის გამოსწორება. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ დოკუმენტის შემუშავებაში მარკო რუბიო არ იღებდა არანაირად მონაწილეობას. მეტადრე რომ როდესაც ეს დოკუმენტი დგებოდა როგორც ჩანს, მაშინ მარკო რუბიო იღებდა მონაწილეობას G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაში, რომელმაც დაამტკიცა დოკუმენტი და ერთი დიდი ნაწილი ამ დოკუმენტის ეძღვნება უკრაინას და იქ ასახული პრინციპები მიდგომის უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით სრულიად ეწინააღმდეგება იმას, რაც ჩაწერილია ამ 28 პუნქტიან გეგმაში. მაგალითად, იქ არის აღიარებული, რომ უნდა იყოს შენარჩუნებული უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა ერთი და მეორე, რომ ძალადობრივი გზით ევროპაში და მათ შორის უკრაინის საზღვრები არ უნდა შეიცვალოს.
ეხლა ჩვენ ვადევნებთ ძალიან საინტერესო პროცესს. გუშინდელი დღე იყო დამაიმედებელი. ხო, აი გუშინდელ დღეს რაც შეეხება ბატონ ვალერე, ხა უკრაინისთვის სავარაუდოდ მართლაც ბევრი პუნქტია მიუღებელი, რაც ჩანს თუნდაც ზელენსკის პირველ განცხადებაში, რომელიც 21 ნოემბერს სამშვიდობო წინადადების გასაჯაროების დღეს მოვისმინეთ და რომელშიც მან თქვა, რომ უკრაინა მძიმე არჩევანის წინაშე დგება ან ღირსება და ან მთავარი მოკავშირის დაკარგვა. ეხლა უშუალოდ გუშინდელ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით კი რა შეგვიძლია ვთქვათ, აი ამერიკასა და უკრაინის დელეგაციებს შორის ჟენევაში გამართული შეხვედრის შემდეგ უკვე ვრცელდება ორი ქვეყნის ერთობლივი განცხადება, საიდანაც ვიგებთ, რომ მხარეებმა შეიმუშავეს განახლებული და დახვეწილი სამშვიდობო ჩარჩვა. აი რა შანსია იმის და მე უკვე ის 28 პუნქტი დეტალურად გავშალოთ, რა შანსია იმის, რომ უკრაინამ შეძლოს წარმოდგენილი გეგმის, ასე ვთქვათ, მათი ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ უფრო მეტად შეცვლა, მაშინ, როდესაც მეორე მხარეს დგას ძალიან დიდი მადის მქონე რუსეთი. ნუ თავისთავად არ არის ჩვეულებრივი ამბავი დიპლომატიაში, როდესაც მოლაპარაკების პირველი დღის შემდეგ ქვეყნდება ორი მხარის პრეს-რელიზი. და ეს პრეს-რელიზი ჩვენ ასე ვთქვათ, რო შევაფასოთ, სრულიად გეთახმებით, ანუ ის არის ძალიან პოზიტიური და ასახავს ძალიან პოზიტიურ განწყობებს ორივე ქვეყნის და პრაქტიკულად ეს არის რუბიოს დამსახურება. პრინციპში რუბიოს უნდოდა რომ ასეთი დოკუმენტი გამოსულიყო და ამით გარკვეულწილად დისტანცირება მოახდინა იმ დოკუმენტთან, რომელიც იმთავითვე იყო წარდგენილი 28 პუნქტიანი დოკუმენტი მაქვს მხედველობაში. ეხლა რა არის აქ უკრაინის მანევრის დიპლომატიური მანევრის ველი? ძალიან ძლიერი მოკავშირეები ყავს უკრაინას ევროკავშირის სახით. და სხვათა შორის მყისიერი რეაქცია მოახდინეს ევროპელებმა, სხვათა შორის მხარდაჭერილი იაპონიის და ავსტრალიის და კანადის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ იოჰანესბურგში, სადაც დიდი ოცეულის შეხვედრა მიმდინარეობდა, უმალვე გამოეხმაურენ ამ დოკუმენტს და დაადასტურეს კიდევ ერთხელ, რომ უკრაინის საზღვრები ძალისმიერი მეთოდით არ შეიძლება იყოს შეცვლილი. დღეს უკვე ჩვენ ვხედავთ რამოდენიმე ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ევროკავშირმა საკუთარი კონტრგეგმა შეიმუშავა. ის დოკუმენტი, რომელიც გუშინ ჩვენ ვიხილეთ, ის იყო ძალიან რადიკალური, პრაქტიკულად სრულიად უკრაინის ინტერესებზე დაფუძნებული. დღეს გამოჩნდა ახალი დოკუმენტი, რომელიც უფრო პალიატიური ხასიათის არის, ითვალისწინებს თელ რიგ ასე ვთქვათ, ტრამპის მიერ, ასე ვთქვათ, წარმოდგენილ დოკუმენტის დებულებებს, მაგრამ პრინციპში გაცილებით უკეთესია უკრაინისთვის. და ანუ თავარი იდეა, რაზეც ეფუძნება ეს ევროპული ახალი დოკუმენტი და მე ვფიქრობ, აი ეს ევროპული დოკუმენტი, რომელიც ჩვენ დღეს დილით ვიხილეთ, ის არის საფუძველი იმ გადამამუშავებული ვარიანტის, რომელზეც ჩვენ გვამცნეს დღეს ამერიკელებმა და უკრაინელებმა. დათმობის პუნქტზე მინდა შევჩერდეთ რამდენიმე წუთით, აი თქვენ უკრაინის პარტნიორების პოზიცია ახსენეთ და რამდენიმე ლიდერის განცხადებას გავაცნობ მაყურებლებს თუ წინააღმდეგი არ იქნებით, მაგალითად ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ არ შეიძლება უკრაინის საზღვრები ძალით შეიცვალოს, ისე როგორც საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პოზიციაც არის ის, რომ 28 პუნქტიან წინადადებას განმტკიცება სჭირდება, არ შეიძლება საზღვრები ძალის გამოყენებით იქნას შეცვლილი და უკრაინა დარჩეს დაუცველი. აი რამდენად ცვლის, ასე ვთქვათ, შეთავაზებული 28 პუნქტი უკრაინის საზღვრებს ძალით და მეორე მხრივ რამდენად გასაზიარებელია შეფასება, რომ ხო აი ტრამპის მიერ წარმოდგენილი წინადადებებით რეალურად ამერიკის შეერთებული შტატები მსხვერპლს ჩაგრავს და ახალისებს აგრესორს. ნუ ასე ჩანდა იმ პირველ დოკუმენტში, იმიტომ რომ იქ დოკუმენტი ის იყო შედგენილი, რომ უკრაინის თანხმობის შემთხვევაში უკრაინა პრაქტიკულად უარს ამბობდა თავის რაღაც ნაწილზე, თავის ტერიტორიების, მაგრამ აქაც იყო ძალიან ბუნდოვანი ეს პუნქტები. რაღაც შემოდიოდა გაურკვეველი ცნება დე-ფაქტო ცნობა. დე-ფაქტო ცნობა რას ნიშნავს? დე-ფაქტო ცნობა ნიშნავს ეფექტურ კონტროლს და ეფექტურ კონტროლს ნამდვილად ახორციელებს რუსეთი დღეს უკრაინის ტერიტორიების ნაწილზე. მაგრამ იმავე დოკუმენტში, მაგალითად, სადაც იყო საუბარი დონეცკის ოლქზე და იმ ნაწილზე 15%-იან ნაწილზე, რასაც ფლობს დღეს უკრაინა,
ანუ იყო მოთხოვნა რომ უკრაინას გაეყვანა იქიდან საკუთარი ჯარები და ამის შემდგომ და აბსოლუტურად ახალი ტერმინი შემოდიოდა დოკუმენტში ის ტერიტორია გახდებოდა საერთაშორისო აღიარებული როგორც რუსეთის კონტროლის ქვეშ და ამავდროულად იქნებოდა დემილიტარიზებული ზონა, სადაც რუსეთის ჯარი არ შევიდოდა. ანუ ეს აბსოლუტურად მიუღებელი იყო. ეხლა ევროპულ დოკუმენტში, რომელიც ეფუძნება პირვანდელ ტრამპის იდეას იმის თაობაზე, რომ პირველ რიგში უნდა შეწყდეს ცეცხლი და ამის შემდგომ უნდა დაიწყოს მოლაპარაკება. აი ეს არის აბსოლუტურად განსხვავებული მოდელი, რატომ? იმიტომ რომ წყდება ცეცხლი, იქ არის მთელი რიგი დებულებები, რომელიც იმეორებს, ოღონდ უფრო დახვეწილი იურიდიული სამართლებრივი ენით იმ პუნქტებს, რომელიც იყო 28 პუნქტიან დოკუმენტში ტრამპის, მაგრამ ამბობს იმას, რომ ამ ცეცხლის შეწყვეტის შემდგომ უკრაინა და რუსეთი დაიწყებენ მოლაპარაკებებს ტერიტორიების თაობაზე. და ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ თუ რამე ცვლილება იქნება შეტანილი ტერიტორიულ ჭრილში, ეს იქნება უკრაინასთან შეთანხმებული და უკრაინის თანხმობით განხორციელებული. აი ეს არის ძირითადი განსხვავება და ამასთან ერთად იქ ბევრი რამეა კიდევ უკეთესი და უფრო კარგად, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბებული და უკრაინის სასარგებლოდ. კეთილ. ბადოვალე, აი უკრაინის უпроსოდ სამშვიდობო გეგმის შინაარსობრივ მხარეზე საუბარს ჩვენ ისევ გავაგრძელებთ, იქამდე ტრამპის ერთგვარ მუქარაზე მინდა კითხოთ, რის შესახებაც დასავლური მედია ასევე ავრცელებს ინფორმაციას, საუბარია იმაზე, რომ აი ამ სამშვიდობო შეთანხმებაზე უკრაინის იძულებისთვის ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო მონაცემების და იარაღის მიწოდების შეწყვეტით იმუქრება. ზელენსკის რაღაცასთან შეგვება მოუწევს გეგმას დაეთანხმოსო გუშინ გააკეთა დონალდ ტრამპმა ამის თაობაზე განცხადება. აი ტრამპის მუქარა როგორ უნდა შეფასდეს? აი როცა ომის დასრულებაა მიზანი, ასეთ სიხისტეს მუქარას და ერთგვარ, არ ვიცი, ალბათ შანტაჟით შეგვიძლია უწოდოთ. შეიძლება თუ არა გქონდეს გამართლება. ნუ ახლა ეს არის ტრამპი და ტრამპი არის მიჩვეული ამისთან რიტორიკა. სხვათა შორის მანამდე გუშინვე მან თქვა, რომ ეს არ არის საბოლოო სახით წარმოდგენილი დოკუმენტი და საჭიროებს შემდგომ მუშაობას. ეხლა ის რაც დღეს თქვა რუბიომ მაგალითად განაცხადა უკრაინელებთან შეხვედრის შემდეგ, სრულიად ეწინააღმდეგება აი ამ დებულებებს, რომელიც თქვენ ბრძანეთ, იმიტომ რომ რუბიო უკრაინელებთან ერთად და ევროპელებთანაც, მათ შორის იმიტომ რომ გუშინ ევროპელებთანაც იყო შეხვედრა, კონკრეტულად გერმანიის, საფრანგეთის და ინგლისის, დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებთან. ის ამბობს, რომ ტექსტი მიხვეწება, ჩვენ მივდივართ წინ, მაგრამ ის შემდგომ მუშაობას გულისხმობს. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ უკრაინას ვარი არ უთქვამს ამ ტექსტზე მუშაობის შესახებ. უკრაინა შევიდა ამ დიალოგში და თავისი არგუმენტებით ცდილობს, რომ გააკეთილშობილოს ეს ტექსტი ევროპელ პარტნიორებთან ერთად. ხო, თუმცა ეს გააკეთილშობილებული ტექსტი ისევ ძალაში რჩება კითხვა, რამდენად მისაღები იქნება რუსეთისთვის და რამდენად დაეთანხმება ამას მოსკოვი და მეიტიც, აი ანალიტიკოსთან ნაწილი იმასაც კი ფიქრობს, რომ წარმოდგენილი 28 პუნქტიანი გეგმაც კი შეიძლება მიუღებელი იყოს რუსეთისთვის. აი რუსეთმა რა პუნქტები შეიძლება დაიწუნოს, ეს კითხვაც მინდა დავსვა. აი რა შეიძლება არაწყობდეს უკვე მოსკოვს უშუალოდ დოკუმენტის პირველ ვარიანტში თავი რომ დავანებოთ იმას, რომ შესაძლოა გაკეთილშობილებული ვარიანტი მივიღოთ ტრამპის სამშვიდობო გეგმას. ბევრი რამე შეიძლება რუსეთს არაწყობდეს თვითონ პირველ ვარიანტშიც, თუმცა აი გაცილებით მეტი არ უნდა აწყობდეს უკრაინას ვიდრე რუსეთს, მაგრამ რუსეთს მაგალითად მიუღებელი იქნებოდა იდეა, ასე ვთქვათ, იჯარით რაღაც დონეცკის ოლქის აღების თაობაზე, იმის თაობაზე, რომ კონტროლი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე უნდა გადაეცეს საერთაშორისო ორგანიზაციას, საერთაშორისო ატომის ორგანიზაციას და უნდა გაიყოს მერე გამომუშავებელი ელექტროენერგია. შეიძლება სხვა რამებიც არაწყობდეს, მაგრამ უკრაინის ამოცანა ზუსტად იმაში მდგომარეობს დღეს, რომ ამ მოლაპარაკებების შედეგად ჩამოაყალიბოს იმისთანა ტექსტი, რომელზეც იძულებული იქნება ამერიკის შეერთებული შტატები რომ დათანხმდეს, ანუ ვერ უარყოფს უკრაინის წინადადებებს და როგორც ჩანს, ამ მიმართულებით მიმდინარეობს მოლაპარაკება. ყოველ შემთხვევაში უკრაინა ამერიკის შეერთებული შტატების ერთობლივი პრეს-რელიზი ამაზე მეტყველებს და მეორეს მხრივ აი იმ პუნქტებთან ერთად, რომელიც პირველ დოკუმენტში არაწყობდა რუსეთს, ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მეტი
სერიოზული პუნქტი ამ ახალ შეთანხმებულ ტექსტში, რომელზეც რუსეთი ვერ დათანხმდება და არ დათანხმდება. ამის შედეგად რას მივიღებთ ჩვენ? მივიღებთ იმას, რომ უკრაინის პოზიცია იქნება უფრო გამყარებული, კონსოლიდირებული, მხარდაჭერით, ცივილიზებული სამყაროსი ამერიკის შეერთებული შტატების ჩათვლით და რუსეთი მოექცევა იზოლაციაში აქედან გამომდინარე ყველა შედეგი. კეთილი, ისევ ტრამპის სამშვიდობო გეგმის პირვანდელ ვარიანტს მინდა დაუბრუნდეთ და ისევ უკრაინის კონტექსტში განვაგრძოთ საუბარი. აი, ერთ-ერთი მთავარი პუნქტი უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასაც შეეხება. ხო, ევროკომისიის პრეზიდენტი ვახსენე რამდენიმე წუთით და ურსულა ფონ დერ ლაიენი ასევე მიიჩნევს, რომ არ შეიძლება სუვერენული სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების რაოდენობაზე შეზღუდვები დაწესდეს. აი, რატომ არ შეიძლება ის იქნებ ესეც ახსნათ? რა რისკები და პრობლემები შეიძლება დადგეს უკრაინის წინაშე მისთვის ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში და ხო ეს რამდენად ნიშნავს იმას, რომ არ ვიცი, აი ქვეყანა მომავალი, ასე ვთქვათ, თავდასხმების წინაშე რჩება დაუცველი და შესაბამისად ევროპის უსაფრთხოებაზეც ეს მაინდა-მაინც კარგად არ აისახება. აი ზუსტად ეს არის საკონცო მომენტი ევროპელების პოზიციაში. იმიტომ რომ ევროპელებს მიაჩნიათ, რომ უკრაინის ძლიერი შეიარაღებული ძალები და ეს არ არის მხოლოდ რიცხოვნობაზე საუბარი, თქვათ, იქნება ეს 600,000 თუ 650 თუ 800,000, რომელიც ევროპულ ვარიანტში გაჟღერდა ახლა. დღესდღეობით უკრაინის შეიარაღებული ძალები მოიცავს 850-900,000 ადამიანს სხვადასხვა, მაგრამ ასევეა საუბარი იმაზე, რომ შესაბამისი შეიარაღებით უნდა იყოს უზრუნველყოფილი უკრაინიდან. ევროპელები ახლა ძალიან კარგად ხედავენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები იცავენ არა მხოლოდ უკრაინის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს, არამედ ევროპის სტაბილურობას და დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს ასევე. მათ მიაჩნიათ, რომ უკრაინის ძლიერი ჯარი ევროპულ ჯარებთან ერთად არის ყველაზე მტკიცე გარანტია არა მხოლოდ უკრაინის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის, არამედ ევროპის კეთილდღეობისაც. შესაბამისად, ევროპელებს აქვს ძალიან კარგი პოზიცია და მხარი უჭირავთ, რაც რა თქმა უნდა ამხარებს ასევე უკრაინის პოზიციას. კეთილი, რაც შეეხება პუნქტს ნატოში ინტეგრაციაზე ვარის თქმის თაობაზე. არავინ, არც ერთი ევროპელი ლიდერი არ საუბრობს იმაზე, რომ არ არის სამართლიანი უკრაინისთვის ამ ტიპის მოთხოვნის დაყენება. გვესმის კრიტიკა უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებაზე, იგივე არჩევნების ჩატარებასთან მიმართებაში, 100 დღის ვადაში, თუმცა არა ნატოს შესახებ. აი, რატომ და რამდენად უნდა ნიშნავდეს ეს იმას, რომ შტატების მსგავსად იგივე ევროპული სახელმწიფოებიც მიიჩნევენ, რომ რუსეთი არ შეწყვეტს ომს თუ არ მიიღებს გარანტიებს, რომ ნატო განსაკუთრებით უკრაინის სახით არ გაფართოვდება. ესე იგი, აქ არის ფორმა და არის არსი. ფორმა, რა თქმა უნდა, ნატოში გაწევრიანების იმასაც გულისხმობს, რომ დამატებით და ძალიან მყარ გარანტიებს შეიძენს უკრაინა, მაგრამ თუ იქნება პირდაპირ ასახული დოკუმენტში, რომ ნატოს ხელშეკრულების, ვაშინგტონის 1959 წლის ხელშეკრულების მეხუთე პუნქტის თანახმად ექნება გარანტიები უკრაინას, ხომ? ეს არის არსი და პრაქტიკულად დადასტურება იმისა, რომ უკრაინას ექნება უზრუნველყოფილი საკუთარი უსაფრთხოება და დღეისთვის 22 ქვეყანასთან აქვს უკრაინას უკვე დადებული ორმხრივი ხელშეკრულება. თუმცა არ იქნება ნატოს წევრი და სხვა შორის ხომ არ ჩანს, რომ გარკვეულწილად უკვე თავად უკრაინაც ეგუება იმ აზრს, რომ მის ქვეყანას ნატოში არ მიიღებენ და ის რაც ევროპულ სახელმწიფოებს შეუძლიათ ამ ქვეყნისთვის არის ევროკავშირში, მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირში. ახლა იცით რა შეასახმე? აქ არის საუბარი იმაზე, რომ მაშინ ნატომაც უნდა შეცვალოს თავისი ფუნდამენტალური დოკუმენტები, მაგალითად თავისი ეს ქარტია 59 წლის, იმიტომ რომ პირდაპირ არის ჩაწერილი ნებისმიერი ევროპული ქვეყანა შეიძლება გახდეს ნატოს წევრი. შესაბამისად, ისე მარტივად არ არის, რომ ნატომ ეს ვალდებულება თავის თავზე აიღოს, რომ უკრაინა არ გახდება არასდროს ნატოს წევრი. ეს ერთი, მაგრამ მთავარი მე ვფიქრობ, უკრაინისთვის არის მყარი გარანტიების მიღება. თუ მაგალითად ახალ დოკუმენტში იქნება პირდაპირ ჩაწერილი, რომ უკრაინა მიიღებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ნატოს სხვა წევრი ქვეყნებისგან მეხუთე პუნქტის ტოლფას გარანტიებს უსაფრთხოების, ხომ?
ეს შეიძლება ჩაითვალოს სამსები დამოკიდებული შტატები ასეთ გარანტიებს გასცემს უკრაინასთან მიმართებაში. ყოველ შემთხვევაში მახალ დოკუმენტში, რომელიც გამოუქვეყნა ევროკავშირმა, ზუსტად არის პირდაპირ არის მითითებული მეხუთე პუნქტი ნატოს ხელშეკრულების, მაგრამ შეიძლება ესეც არ იყოს პირდაპირ მითითებული, მაგრამ არსით ისე ჩამოყალიბდეს სამართლებრივად ტექსტი, რომელიც იქნება სრულიად სინქრონიზებული ნატოს წესდების მეხუთე პუნქტთან და რაც ძალიან მყარ გარანტიებს მისცემს უკრაინას. კეთილი. ბატო ვალერ, ერთ-ერთი პუნქტი უკრაინაში 100 დღის განმავლობაში არჩევნების ჩატარებას უკავშირდება, მეტიც აი უკრაინის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა სამშვიდობო გეგმაში ამ თვალსაზრისითაც მოინდომოს ცვლილებების შეტანა და აღმოჩნდა, რომ თურმე მოსკოვში მიიჩნევენ, რომ არჩევნების გამართვა 90 დღის განმავლობაშიც არის შესაძლებელი. ამასაც მინდა დავუთოთ რამდენიმე წუთი. აი რატომ არის რუსეთისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი უკრაინაში არჩევნების რაც შეიძლება მალე ჩატარება და მეორე მხრივ რამდენად მაღალია ამ არჩევნებში რუსეთის ჩარევის რისკი, ამაზეც მინდა რომ გაგვიზიაროთ თქვენი შეხედულება. ნუ რუსეთის ასე ვთქვათ პოზიცია გასაგები აქვს, იმიტომ რომ ძალიან გაღიზიანებულები არიან ზელენსკის ერთი ძალიან პრინციპული და თანმიმდევრული პოზიციით და მეორე იმით, რომ ზელენსკის გააჩნია ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული რეპუტაცია და ავტორიტეტი, როგორც ევროპაში, ასევე ევროპის ფარგლებს გარეთაც. და ამიტომ რა თქმა უნდა მიაჩნიათ იგი ძალიან სერიოზულ მოწინააღმდეგედ და უნდათ რომ შეასუსტონ. მათ შორის ან შეასუსტონ ამ მთლიანად გამოცვალონ ამ არჩევნების შედეგად. ამიტომ რუსეთის მიზნები გასაგებია. ეხლა ის იქნება ახალი არჩევნები უნდა იმისთვის რომ ჩაერიოს ამ არჩევნებში და უნდა რომ ჩაერიოს, მაგრამ ახლა წარმოიდგინეთ როგორი ფოკუსი იქნება ამ არჩევნებზე. ასე ვთქვათ, წარმოვიდგინოთ რომ ვთქვათ ცეცხლის შეწყვეტა ასე ვთქვათ მოხდა და დაიწყო გამოცხადა რომ 100 დღეში იქნება არჩევნები, სავსებით შესაძლებელია ეს ვარიანტი, ოღონდ მხოლოდ ერთ შემთხვევაში, აი ცეცხლის შეწყვეტის მომენტიდან რაღაც პერიოდში უნდა მოხდეს ეს, ვიდრე ცეცხლი არ შეწყდება, მაგრამ ცეცხლის შეწყვეტასთან პრობლემა რუსეთს აქვს. ამიტომ ის თავისთავად ეწინააღმდეგება, როცა ამბობს რომ 90 დღეში უნდა ჩატარდეს არჩევნები, 90 დღით ადრე უნდა შეწყდეს ცეცხლი და ამასთან რუსეთს აქვს პრობლემა. რა ცვლილებები შეიძლება მოიტანოს უკრაინაში ახალმა არჩევნებმა? აი გამორიცხავთ რომ გაიმარჯვოს ისევ ზელენსკი. მე არ გამორიცხავ საერთოდ. გააჩნია თუ ვინ იქნება კანდიდატი ზელენსკისთან ერთად. სხვათა შორის იმაშიც არ ვარ დარწმუნებული, რომ ზელენსკი იყრის კენჭს თუ ესეთი არჩევნები გამოცხადდება. მაგრამ თუ გადაწყვიტა და იყარა კენჭი, მე ვფიქრობ, მას საკმაოდ დიდი შანსი ექნება. დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად კონსოლიდირებული იქნება უკრაინის საზოგადოება ზელენსკის ირგვლივ. აქ შეიძლება სხვადასხვა კუთხით შევაფასოთ ეს, იმიტომ რომ თავისთავად ზელენსკის აქვს სერიოზული ავტორიტეტი უკრაინაში, მაგრამ რა თქმა უნდა, ხელისუფლების ავტორიტეტი შეირყა ბოლოდროინდელი კორუფციული სკანდალების შედეგად. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყოველ შემთხვევაში ნამდვილად ვარ დარწმუნებული, რომ ისეთი განწყობაა დღეს უკრაინის საზოგადოებაში, რომ ვერც ერთი პრორუსი კანდიდატი იქ ვერანაირად ვერ აიღებს. კეთილი. ბატო ვალერ, უშუალოდ ვოლოდიმირ ზელენსკისაც მინდა ერთი კითხვის დასმა, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ გარკვეულწილად მისი პერსონა უკვე შეაფასეთ. ხა ომის წარმოებათა რუსეთთან და თან არაერთი წლის განმავლობაში მართლაც ძალიან რთულია, თუმცა ზელენსკის სულ მინიმუმ არასდროს უჩვენებია, ასე ვთქვათ, სისუსტე და მოკლე ციტატა სხვათა შორის მისი გუშინდელი განცხადებიდან ომის დასაწყისში სხვადასხვა მოსიარულეები მაწვდიდნენ ულტიმატუმებს, ან ასე, ან არანაირად. მოგვიანებით ისინი გაცვლითი ფონდის ნაწილი გახდნენ და თავისი წინადადებებით სახლში მშობლიურ ნავსადგურში გაემგზავრნენო, როგორც უკვე ვთქვი, გუშინ გააკეთა ზელენსკიმ ამის თაობაზე განცხადება. აი მართლაც რა, ასე ვთქვათ, სახე აჩვენა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ წლების განმავლობაში და რა არის, ვთქვათ, ის ძირითადი მახასიათებლები, რითაც უკრაინის პრეზიდენტი განსხვავდება სხვა ქვეყნების პრეზიდენტებისგან. ნუ გავიხსენოთ 22 წლის 24 თებერვალი. აი როგორი საქმეა, წარმოიდგინეთ, რომ მთელი თავისი სიძლიერი და მთელი თავისი ამ მილიტარისტული მანქანი, თავისი რაკეტები, დრონები და ასე შემდეგ, ტანკებით, ხო? ბირთვული სახელმწიფო, რომელიც ითვლება მსოფლიოში მეორე სახელმწიფოდ სამხედრო სიძლიერის კრიტერიუმით, ხო? დაესხა თავს უკრაინას და ესე იგი
რუსები იყვნენ პრაქტიკულად კიევთან, კიევის შემოგარენში მისულები, ხო? აი ამ პერიოდში, ამ დროს, სხვათა შორის, როდესაც ზელენსკი სთავაზობდნენ უკრაინის დატოვებას და გადაბარგებას ან ევროპაში, ან ამერიკის შეერთებულ შტატებში, იმან გამოიჩინა უდიდესი სიმამაცე, პრინციპულობა და არ დატოვა კიევი და პრაქტიკულად ამით უზრუნველყო ის, რომ უკრაინამ არა მხოლოდ გაუძლო ამ უდიდეს სამხედრო წნეხს და შეტევას რუსეთის მხრიდან. ნუ ჩვენ ვიცით ეს რას ნიშნავს ქართველებმა, იმიტომ რომ ეს ვნახეთ ჩვენ 2008 წელს. ხო? შეინარჩუნა უკრაინაც, შეინარჩუნა კიევიც, უკუაგდო რუსეთის აგრესიული ძალები და პრაქტიკულად 4 წელიწადი აწარმოებს ომს ამ უდიდეს სახელმწიფოსთან. დიდ ის ჩამოაქვეითა პრაქტიკულად დაბალ კლასში. ბევრს მოწონს ზელენსკი, თუმცა დიდად არ ეხატება უკრაინის პრეზიდენტი და მისი ხელისუფლება გულზე დონალდ ტრამპს და ამას საჯარო განცხადებებშიც არ მალავს. აი მაგალითად გუშინ უკრაინის ხელისუფლებაზე საუბრისას ტრამპმა სიტყვა ხელმძღვანელობა ბრჭყალებში ჩასვა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, ისე როგორც უკრაინა კიდევ ერთხელ დაადანაშაულა მადლიერების არქონაში ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ და თქვა, რომ უკრაინის ხელმძღვანელობას არ გამოუხატავს სათანადო მადლიერება შტატების ძალისხმევისთვის. როგორ ვფიქრობთ, რას ერჩის ტრამპი ზელენსკის, რატომ ვერ მოაწონა ამერიკის პრეზიდენტს თავი ვერაფრით უკრაინის პრეზიდენტმა? მეორე მხრივ, რას უნდა ნიშნავდეს ის, რომ უკრაინის ხელმძღვანელობაზე საუბრისას ამ კონკრეტულ სიტყვას ბრჭყალებში ისვავს ამერიკის პრეზიდენტი და მესამე მხრივ, რამდენად საფუძვლიანი შეიძლება იყოს დონალდ ტრამპის მითითება ზელენსკისადმი, რომ ის არ უხდის ამერიკის შეერთებულ შტატებს მადლობას ისე, როგორც ეს ქვეყანა იმსახურებს. ნუ ყოველ თავის გამოსვლაში ზელენსკი უხდის მადლობას ტრამპს და ამერიკელ ხალხს. ეს ჩანაწერი არის პრეს-რელიზშიც, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა. გუშინაც წაიკითხა, როგორც ჩანს, ტრამპის სტატუსი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული და გუშინ კი ბატონო, სავარაუდოდ სწორედ ამ სტატუსის გამოხმაურება იყო ზელენსკის განცხადება, სადაც მან კიდევ ერთხელ გადაიხადა მადლობა შტატების. ყოველთვის უხდის. ზელენსკიმ ძალიან კარგად ისწავლა ტრამპის ხასიათი. სხვათა შორის მარტო ზელენსკიმ არა, ამის ძალიან კარგი მაგალითია ევროპელი ლიდერები, რომელიც ნებისმიერ განცხადებაში ხას უსვამენ ტრამპის ხასიათს, მის ლიდერობას და ასე შემდეგ. მაგრამ რატომ არის ამისთანაც დამოკიდებულება ზელენსკის მიმართ? სხვათა შორის ის არ არის ერთგვაროვანი. ჩვენ ის მოგვისმენია ტრამპისგან, რომ ზელენსკი არის პრინციპული და ძლიერი ლიდერი, რომ ის პატივს სცემს და ასე შემდეგ. ისიც უთქვამს, რომ ზელენსკი არის დიქტატორი და შემდეგ მეორე დღეს, როდესაც კითხეს, რომ თქვენ ბატონო პრეზიდენტო დღესაც ხართ იმ აზრზე, რომ ზელენსკი დიქტატორია, თქვა, რომ მე ვერ ვიჯერებ, რომ ესეთი რამე მე ვთქვიო. ხო, ამიტომ ტრამპია, ასე იგი ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმას, თუ როგორი ხასიათი აქვს და ასე ვთქვათ, როგორი მერყევის შეფასებები აქვს ხშირად მას. ისიც გვახსოვს მაგალითად, რომ იმეორებდა სულ, რომ 350 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწიეთ უკრაინას, როდესაც თვითონ ამერიკელი სპეციალისტები აღიარებენ, რომ ეს დახმარება იყო 180 მილიარდი დოლარი. ეს დიდი თანხაა, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს გაორმაგება ძალიან კარგად აჩვენებს, ასე ვთქვათ, ტრამპის მიდგომას ფაქტებისა და ციფრების მიმართ. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ რაღაც შიგნით არ ვიცი რითია ეს განპირობებული, მაგრამ აი რუსეთის მიმართ აქ ტრამპს რაღაცნაირი განსაკუთრებული ეს პოზიტიური სენტიმენტები. რატომ ეს არის მხოლოდ რუსეთის მიმართ თუ პუტინის მიმართაც არის ეს ჩემთვის ამოუხსნელი კითხვაა ჯერჯერობით, მაგრამ ფაქტობრივად ამის გავლენის გამოც ცდილობს, რომ როგორც პუტინი, ასევე დაადანაშაულოს ზელენსკი იმაში რაც ხდება დღეს. მადლობა ბატონ ვალერ იმისთვის, რომ მოხვედით ჩვენთან და უპასუხეთ ჩვენს კითხვებს ამ ძალიან მნიშვნელოვან და პრობლემურ საკითხზე. ვალერი ჩეჩელაშვილს დავამშვიდობებით. ახლა რეკლამის შემდეგ განვაგრძობთ საუბარს აქტუალურ პოლიტიკურ საკითხებზე. გიორგი ბუტიკაშვილი შემოგვიერთდება რამდენიმე წუთში, ასე რომ დაგვერდით.
მაშ ასე რეკლამა დასრულებულია, ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და გვერდება ჩვენი კიდევ ერთი სტუმარი კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბუტიკაშვილია. ჩვენთან ერთად გამარჯობა ბატონ გიორგი და მადლობა რომ შემოგვიეთ. მადლობა მოწვევისთვის. ბატონ გიორგი, აი მოდით გადაცემის ეს ნაწილიც დავიწყოთ იმ სამშვიდობო, ასე ვთქვათ, გეგმის შეფასებით, რომელსაც უკრაინაში რუსეთის ომის დასასრულებლად სთავაზობს ამერიკის შეერთებული შტატები ომში ჩართულ ქვეყნებს 28 პუნქტიანი გეგმის მიხედვით, რაც დონალდ ტრამპის მიერ არის შეთავაზებული, უკრაინამ უნდა დათმოს ტერიტორიები, შეზღუდოს სამხედრო ძალების რაოდენობა და დაეთანხმოს, რომ არასდროს შეუერთდება ნატოს. ეს მოკლედ საერთო ჯამში, როგორც უკვე აღნიშნე, 28 პუნქტს მოიცავს ეს სამშვიდობო გეგმა. ეხლა ევროპული სახელმწიფოების ლიდერების მხრიდან ისმის შეფასებები, რომ ასეთი მოთხოვნის დაკმაყოფილება ფაქტობრივად იქნება უკრაინის კაპიტულაცია. აი მართლაც რა უნდა იყოს ამ გეგმაზე უკრაინის პასუხი და ხო, აი ომი რომ დასრულდეს და თან დასრულდეს ისე რომ ახალი კონფლიქტის საფუძველი აღარ შეიქმნას, სამშვიდობო გეგმა უნდა იყოს სანდო და მდგრადი. ხო, რამდენად არის ასეთი ტრამპის მიერ შეთავაზებული გეგმის ყოველ შემთხვევაში პირველი ვარიანტი, პირველი ვარიანტი, რომელიც რაც ნახეთ, როგორც გავეცანით, ეს იყო სამუშაო ვერსია, რომელმაც ფაქტობრივად გაჟორნა მედიაში, ეს განზრახ მოხდა თუ არ იყო განზრახ, ამაზე არ უნდა ვიდავოთ, მაგრამ ფაქტი სახეზე არის, რომ რუსეთი იმ პოზიციებში არის, როდესაც ის ვეღარ აკონტროლებს ომის ხაზს, ასეთი სუსტი რუსეთი არ ყოფილა არასდროს. ყველანაირი მისი მცდელობა სამ დღეში მოეგვარებინა უკრაინასთან ომი უშედეგოდ დასრულდა და ამდენი წლის მერე რუსეთი ცდილობს ისევ პროპაგანდისტულად, ისევ ჰიბრიდული ომის მეთოდებით შემოიტანოს ველში კონტრაქტი, შეთანხმება, ეგრეთ წოდებული შეთანხმება, რომელიც მხოლოდ რუსეთის პოზიციებს აძლიერებს და რუსეთის გადარჩენის გეგმას შეიძლება ვუწოდოთ. ამიტომ ამ გეგმას არ თანხმდება არც ცხადია ზელენსკის ხელისუფლება და არ დათანხმდება არც ევროკავშირი და ევროკავშირის ლიდერი სახელმწიფოები, იმიტომ რომ ევროპის შუაგულში მიმდინარეობს ომი. ეს ომი არის მშვიდობისთვის ბრძოლა. უკრაინა იბრძვის მშვიდობისთვის ევროპაში, მშვიდობისთვის საქართველოში და მშვიდობისთვის ზოგადად მსოფლიოში, იმიტომ რომ პუტინი და რუსეთი და პუტინის რუსეთი წარმოადგენს ტერორისტულ სახელმწიფოს და არის საფრთხე არა მარტო რეგიონში, არამედ მთლიანი მსოფლიოსთვის, იმიტომ რომ მან ვერა და ვერ გაიაზრა ის, რომ ის არის ერთი რიგით სახელმწიფო, რომელსაც ძალიან დიდი შანსი ჰქონდა ყოფილიყო დემოკრატიული სახელმწიფო, ძალიან დიდი შანსი ყოფილიყო განვითარებული სახელმწიფო და რეგიონის განვითარებაში შეეტანა წვლილი. მაგრამ ამას არ აკეთებს პუტინი, იმიტომ რომ მისი პირდაპირი პარანოიული ზრახვები იწირავს უამრავ ადამიანს. ამიტომ აი ამ კონტექსტში ამერიკის მხარდაჭერას როგორც არ უნდა დავინახოთ ეს 28 პუნქტიანი გეგმა, მაინც უკრაინის მხარდამჭერი პაქტად გადაიქცევა, იმიტომ რომ ისტორია მორალური მხარე არ მისცემს არც ერთ მხარეს დასავლეთში იმის უფლებას უკრაინის ეს ბრძოლა დატოვოს მარტო სივრცეში და კაპიტულაცია გამოაცხადეს. უკრაინას 1-2 ევროპული სახელმწიფოს გარდა დასავლური ქვეყნების სრული მხარდაჭერა აქვს, თუმცა მე საქართველოზე მინდა ახლა ვკითხოთ, კრიტიკის საგანია ის, ასე ვთქვათ, განცხადებები, რაც ქართული ოცნების ხელისუფლებაში კეთდება, ისე როგორც კრიტიკას იწვევს ის ფაქტი, რომ ევროპული სახელმწიფოების ლიდერებისგან განსხვავებით უკრაინის ხელისუფლებისთვის მხარდაჭერა არ დაუფიქსირებია საქართველოს ხელისუფლებას მას შემდეგ, რაც ტრამპის სამშვიდობო გეგმის, ასე ვთქვათ, ჩარჩო პროექტი გამოქვეყნდა. აი, რატომ არ უნდა გვინდოდეს ამ ომში რუსეთის გამარჯვება და რატომ არ უნდა გვახარებდეს სამშვიდობო გეგმის ის ვარიანტი, რომელიც ახლა დევს მაგიდაზე. წესით ეს ახსნას არ უნდა საჭიროებდეს, თუმცა რადგან ახსნას საჭიროებს, მინდა რომ ავხსნათ და აქვე აი რა მოხდება მართლაც იმ შემთხვევაში, თუ კი ამ ომში რუსეთი გაიმარჯვებს. აი, არის ხშირად საუბარი იმაზე, რომ ამ შემთხვევაში რუსეთი მოიცლის სხვა ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის. ეს რამდენად რეალურია? აი, ერთი დრო დავაკვირდეთ ქართული ოცნების პროპაგანდა ბოლო წლების მანძილზე, რაც დაიწყო აგებული იყო იმაზე, რომ მეორე ფრონტი გაიხსნებოდა საქართველოში თუ სტრატეგიულ სიჩუმეს არ არჩევდა ქართული ოცნება, მაგრამ მეორე მხრივ, აი სწორედ აი ახლა, როდესაც უკრაინის ბედი წდება, უკრაინის მომავალი წდება, და მხარდაჭერა უნდა გამოხატო, რომ უკრაინა მშვიდობისთვის იბრძვის, მათ შორის საქართველოს მშვიდობისთვის იბრძვის, აი ამას როდესაც მხარს ავიჭერთ, გაგამოდის თავისი პროპაგანდას ეწინააღმდეგებიან, ხო? ანუ თუ მშვიდობის გარანტია არის უკრაინის გამარჯვება და რუსეთის დამარცხება, რომელიც მეორე ფრონტს ავტომატურად მოხსნიდა, ანუ ამ შემთხვევაში მხარდაჭერა ხომ უნდა გამოხატო, მაგრამ ისინი პირიქით კონტრ პროპაგანდას ვრცელებენ
უკრაინას და ცდილობს ქართული ოცნება მთლიანად რუსული მხარე დაიჭიროს. ამას პირადად კი არ ამბობს, მაგრამ ყველა მათი ნაბიჯი, რაც არის გადადგმული, ეხმარება რუსეთს. როგორ შეიძლება სახელმწიფო, რომელიც შენს დამოუკიდებლობას, შენს ქვეყანაში მშვიდობას იცავდეს და საკუთარ ზურგზე გადახონდეს ის რუსული ძალა და შენ ამ დროს აკეთებდე რუსეთის მხარდამჭერ განცხადებებს პირდაპირ თუ არაპირდაპირ. სწორედ ამას აკეთებს ქართული ოცნება, იმიტომ რომ ისინი ხედავენ თავის უზურპატორული ძალაუფლების გამტკიცებას მხოლოდ რუსეთში, ანუ მათთან ურთიერთობაში შეუძლიათ ისინი გადარჩნენ როგორც მოძალადი ავტორიტეტები, რაც დაიწყეს მათ განსაკუთრებით გასული წლის შემდგომ. უკრაინაში მიმდინარე ომის მიმართ არსებობს პირდაპირ ინტერესი ევროპის ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფის მხრიდანო ქართულ ოცნებაში გაკეთებული შეფასების ციტირება მოვახდინე. ახლა და რადგან მართველი, ასე ვთქვათ, ძალის პოზიციებზე ვსაუბრობთ, კიდევ ერთ კითხვას დაგისვავთ. აი მაგალითად შალვა პაპუაშვილის განცხადებით დამაფიქრებელია, რატომ ითხოვს ევროპა, რომ სამშვიდობო გეგმას ჰქონდეს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროპის, ასე ვთქვათ, ევროკავშირის თანხმობაც. თუ კი ეს ევროკავშირის ომია და მათი თანხმობაა საჭირო სამშვიდობო შეთანხმებისთვის, მაშინ თავად რატომ არ ომობენ? რატომ არ იღვრება ევროკავშირის მოქალაქეების სისხლი? რატომ გადადის ეს ომი მხოლოდ უკრაინელების მხრებზეო? აი ეს არის კითხვა, რომელსაც სვავს შალვა პაპუაშვილი. რამდენად ლოგიკურია ეს კითხვა და მეორე მხრივ რა, ასე ვთქვათ, საპასუხო არგუმენტები არსებობს პაპუაშვილის იმ პოზიციის გასაბათილებლად, რომ ხო აი უკრაინაში მიმდინარე ომის მიმართ არსებობს პირდაპირი ინტერესი ევროპის ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან. ცალკე ევროკავშირს არ აქვს საკუთარი უსაფრთხოების არქიტექტურა, რომელზეც ახლა მუშაობენ, ახლა ძლიერდება ეს კუთხე, ამიტომ ევროპა პირდაპირ ვერ ჩაერთვება ამ ომში, მაგრამ ყველანაირად ეხმარება უკრაინას, რომ მან სუვერენიტეტი შეინარჩუნოს და შეინარჩუნოს მშვიდობა და დაასრულოს ეს ომი. ანუ ეს მხარდაჭერა აქვს უკრაინას, აქვს ამერიკის მხარდაჭერაც. ხო, ამდენი ხნის მანძილზე ამერიკა ეხმარებოდა და დაეხმარება, კვლავაც დაეხმარება. მიუხედავად აი ამ შეთანხმებისა, რომელიც თითქოს ერთი კუთხით არასახარბეულოდ გამოიყურებოდა უკრაინისთვის, ეს პროცესი დაიძრა და არსებობს, რომ დასავლეთის, ანუ ევროპის დახმარებით და ამერიკის დახმარებით უკრაინა მოახერხებს რუსეთის დამარცხებას ან შეთანხმებას ისეთ პირობებზე, რომელიც იქნება უკრაინისთვის გამარჯვების საწინდარი, გაძლიერების საწინდარი, ახალი უსაფრთხოების კონტექსტში ჩართვის საფუძველი, რომ რუსეთმა შეაჩეროს თავისი იმპერიალისტური სწრაფები, რაც აქვს არა მარტო უკრაინაში, აქვს მთლიანად რეგიონში. თუმცა ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთი მარცხდება რეგიონში და დამარცხდა რეგიონში. ჩვენ ნახეთ, რომ სომხეთშიც დამარცხდა მისი გავლენები, აზერბაიჯანში დამარცხდა მისი გავლენები, დამარცხდა სირიაში მისი გავლენები. ანუ რუსეთი კარგავს, ანუ სუსტის პოზიციაში არის. როცა რუსეთი სუსტის პოზიციაში არის და პაპუაშვილი თავს ესხმის კვლავაც ევროკავშირს და ევროკავშირს ელაპარაკება რაღაცა ულტიმატუმების რეჟიმით, ვის ეხმარება ამ დროს? დამაფიქრებელია ევროპის პოზიცია, ევროკავშირის პოზიცია, რომ მასთანაც იყოს შეთანხმებული უკრაინის სამშვიდობო გეგმა და ეს თემა დღის წესრიგში დგას მიუხედავად იმისა, რომ რეალურად უკრაინის ომი ევროპის შუაგულში მიმდინარე ომი. ევროპა არის ნატოს წევრიც, ევროკავშირი არის ნატოს წევრიც. შესაბამისად და ომი მიმდინარეობს ევროკავშირის ტერიტორიაზე, ევროპის ტერიტორიაზე. ამიტომ აბა ვინ უნდა იყოს ჩართული ამ ომში, ან ვინ უნდა იყოს მოლაპარაკების მაგიდაზე მარტო ანუ ომს მარტო უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს, ანუ პაპუაშვილის გაგებით რუსეთი აწარმოებს ომს მარტო უკრაინის წინააღმდეგ. ეს ასე ხო არ არის? ეს არის იმპერიალისტური ზრახვა პუტინის რეჟიმის, რომელიც უკრაინას გასწდება დღეს თუ არა ხვალ და სხვა სახელმწიფოებსაც მოიცავს, თუ ის გაუვიდა, რაც პუტინმა დაისახა მიზნად, მაგრამ ის სამდღიანი სპეცოპერაცია, რაც მას უნდა ხო არ გამოსდის. ამდენი წლების მანძილზე არ გამოსდის და პაპუაშვილი კვლავაც ცდილობს, რომ გახვიოს ევროპა არასამართლიანი და არამორალური პოზიციიდან აჩვენოს. იმიტომ რომ თავად მისი ზრახვა არის, რომ უკრაინა დამარცხდეს და მისი სკამი და ივანიშვილის ფული არის მათთვის თავარი, რომლისთვისაც იბრძვიან. ისინი არც ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძვიან და არც უკრაინის მშვიდობისთვის იბრძვიან და არც ზოგადად მშვიდობისთვის არ იბრძვიან. სწორედ მაგ განცხადებებში ჩანს აი ეს ამორალური საქციელი, ამორალური ქცევა საკუთარი ხალხის მიმართ და შეურაცხყოფა. ეს არის შეურაცხყოფა საკუთარი ხალხის მიმართ რეალურად. ერთი. ბატონო გიორგი, მოდით ცოტა დრო სხვა საკითხებსაც დავუთმოთ და რადგან 28 ნოემბერი ახლოვდება პირველ რიგში, 28 ნოემბერს დაგეგმილ აქციაზე გკითხავთ და იცით საზოგადოებამ, რომ ევროკავშირთან ურთიერთობების დაპაუზების შესახებ
ქართული ოცნების გაწყვეტილებიდან სწორედ ამ დღეს ხდება ერთი წელი და ამას უკავშირდება მორიგი ფართო მასშტაბიანი აქციის დაგეგმა რუსთაველის გამზირს. აი თქვენი კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში ასე ეხმაურება 28 ნოემბრის აქციის ანონსს დასჯის შიში, ჯარიმის შიში, შეურაცხყოფის შიში, საჯაროდ დამცირების შიში, ცემის შიში, შემოსავლების დაკარგვის შიში, ციხის შიში, ყველაფრის დაკარგვის შიში, იმის გამო რომ რუსულ რეჟიმს არ აქვს მხარდაჭერა ის შიშით ცდილობს ჩვენი ქცევის შეცვლას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ზურაბ ჯაფარიძე ფიქრობს, რომ 28 ნოემბერსაც და ყოველთვის სანამ არ მოვიგებთ ქუჩაში, უნდა გამოვიდეთ საკუთარი თავის გამო, საკუთარ თავს უნდა დაუმტკიცოთ, რომ მიუხედავად შიშისა დავრჩით ადამიანებად. აი თქვენი აზრით და პირველ რიგში სწორედ აი ამ შიშის ფაქტორზე მინდა გკითხოთ. რამდენად ასე ვთქვათ ძლიერია დღეს ეს ფაქტორი ქართულ საზოგადოებაში, როგორ შეძლო ქართულმა ოცნებამ ბოლო 1 წლის განმავლობაში მოქალაქეების ქცევის შეცვლა და არ ვიცი რა არის მიზეზები იმის რომ შესაძლოა პროტესტი მართლაც ბევრ ადამიანში, ბევრ მოქალაქეში არსებობდეს, მაგრამ მათი დიდი ნაწილის შემთხვევაში ეს პროტესტი ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით მაინც სახლში უფრო რჩება, ვიდრე ის ქუჩაში გადის. ხო, ის ადამიანები, რომლებიც ქართულ ოცნებას ეწინააღმდეგებიან, ქართული ოცნების პოლიტიკას, გარუსების პოლიტიკას ეწინააღმდეგებიან, არსად არ დაკარგულა ეს ხალხი არსებობს. შეიძლება ჩვენ აქტიურად ვერ ვხედავდეთ მათ ქუჩაში, ამას განმედაობა ჭირდება და სწორედ იმ შიშების დამარცხება, რასაც ქართული ოცნება ყოველ ჯერზე კულტივირებს, სხვადასხვა კანონებს სწორედ ამიტომ ცვლის, ამიტომ იღებს რეპრესიულ კანონებს, ამიტომ ცდილობს რომ ძალა აჩვენოს და ყოველდღიურ რეჟიმში ბრიფინგებს მართავს და მათ შორის ცდილობს საკუთარივე პარტიის წევრები ეგრეთ წოდებული კორუფციული სქემების გამო დასაჯოს, ან დაიჭიროს, ან გირაო შეუფარდოს, ან ქართული ოცნება ყოველ ჯერზე ცდილობს ძალა აჩვენოს, რომ მათი სტრუქტურა, მათი სახელმწიფო სტრუქტურები მუშაობს და ლეგიტიმური არის, ლეგიტიმაციის ჩვენება სურს ამით. სინამდვილეში ქართულ ოცნებას ლეგიტიმაცია დაკარგული აქვს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, არ არსებობს, ანუ ხალხი არ ეგუება მათ ლეგიტიმაციას და ეს ლეგიტიმაციის არ შეგუება გამოიხატება სწორედ იმაში, რომ ის თავად ქართული ოცნება მოქმედებს შიშის ფაქტორიდან გამომდინარე. აბა სხვანაირად როგორ უნდა ავხსნათ ის გარემოება, რატომ იღებს ამდენ რეპრესიულ კანონს, რატომ ცდილობს სინდისის პატიმრები ყავდეს ციხეში, რატომ ცდილობს გუშინ გოგო მოიტაცეს პოლიციელებმა სკამზე, რომელიც სკამზე იჯდა პარლამენტის წინ. ანუ ეს არის მათი სასოწარკვეთის და პარანოის შედეგი, ხო? და სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ აქეთ უფრო მეტად დავამარცხეთ შიში და ეს შიშის დამარცხება არის იმიტომ, რომ პოლიტიკური პროცესი არ ჩერდება ქუჩაში, ერთ წელზე მეტია და ერთ წელზე მეტია სხვადასხვა ჯგუფები ყოველდღიურად იგონებენ ახალ გზებს, როგორ ებრძოლოს სისტემას. ყოველდღიურ პროტესტს რაც შეეხება, რამდენიმე კვირა ის გაცდა რუსთაველის გამზირს და სხვა შორის ახალი გარემოებებია თვალშისაცემი ბოლო პერიოდის განმავლობაში, მას შემდეგ რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ რომ გადაწყვიტა, რომ საპოლიციო ძალების დახმარებით მომიტინგეებს აღარ გადააკეტინოს რუსთაველის გამზირი. არ ვიცი, აი წინააღმდეგობის მონაწილეებმა მსვლელობები დაიწყეს და აქცია გახდა უფრო მობილური. ხო, აი რას აჩვენებს ერთი მხრივ ქართული ოცნების გადაწყვეტილება პროტესტის ჩასახშობად შემოიტანოს უფრო და უფრო ხისტი და მკაცრი ზომები და მეორე მხრივ რას აჩვენებს ყოველდღიური მარშები უკვე მათი მონაწილეებით და ხომ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული ოცნებისთვის აი ეს მობილური აქციები და სხვადასხვა ქუჩაში მოსიარულე პროტესტი უფრო დიდი თავისტკივილი გახდა, ვიდრე ეს იყო ვთქვათ იმ შემთხვევაში, როდესაც 15-20 წუთით ხდებოდა რუსთაველის გამზირის გადაწყვეტილება. ცხადია და ეს ბუნებრივმა პროცესმა წარმოშვა და ეს მნიშვნელოვანი იყო ქუჩის გადაკეტვის პროცედურა, თუ რა ის ახლა წესი, რიტუალი, რომელიც 1 წლის მანძილზე ჩამოყალიბდა, იყო მნიშვნელოვანი, მაგრამ ქართული ოცნების ამ რეპრესიული კანონების და ძალის დემონსტრაციის პარალელურად საზოგადოება ადაპტირდა იმ მდგომარეობასთან, რაც ქართულმა ოცნებამ შექმნა. ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პროტესტი გაჩერდა ან სხვა ფორმა მიიღო. ფორმა მიიღო უბრალოდ გამოხატულება, მაგრამ შინაარსი იგივე დარჩა. ანუ პროტესტი გრძელდება, არ შეგუება გრძელდება, არ თანამშრომლობა გრძელდება, რაც ხადი აწუხებს ქართულ ოცნებას და ამიტომ არის, რომ აი სასაცილო კადრებს რომ ხედავ
ხედავთ პოლიცია როგორ დარბის ერთი ადგილიდან მეორეზე დაყვება მათ, ცდილობს ჩაანაცვლოს ძველი საპოლიციო სისტემა ახალგაზრდა პოლიციელებით, რომელიც ასევე კარიკატურულ სურათს იღებს ხშირ შემთხვევაში. ამიტომ ეს ჩვენი ძალა ქუჩაში არსად არ გაჩერებულა და არ გაჩერდება არც 28 ნოემბერს, როდესაც ყველა ჯგუფმა, როგორც იქნება, რომელიც არის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იქნებიან, აქტივისტები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ნებისმიერ მათ შორის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი, ანუ ყველა ჯგუფმა ერთობლივად დაანონსა 28 ნოემბრის აქცია, სადაც კიდევ უფრო მეტი ადამიანი გამოვა, ვიდრე ყოველდღიურად გამოდის, იმიტომ რომ ჩვენი ძალა არის ის, რომ ჩვენ დავინახოთ ერთმანეთი პროცესში, დავინახოთ, რომ ჩვენ უფრო მეტია და დავანახოთ ქართულ ოცნებას და არა მარტო ქართულ ოცნებას, ჩვენ ხალხს დავანახოთ, რომ მეტნი ვართ, ბევრად მეტნი ვართ, ვიდრე ქართული ოცნების პროპაგანდა ყიდის. მიმოიხედეთ აი თქვენს გარშემო, ჩემს გარშემო, ვერ დაინახავთ ადამიანს, რომელიც კმაყოფილი არის ქართული ოცნების პოლიტიკით. ანუ არ არსებობს ეგეთი ადამიანი, თუ პირდაპირ კორუფციულ კვანში არ არის მათთან გახვეული, ან არ არის იმ სისტემის ნაწილი, რომელსაც ხმის ამოღება არ შეუძლია. ან დანარჩენი ყველა ქართული ოცნების წინააღმდეგი არის. ამიტომ ჩვენ ერთობლივი ძალებით მნიშვნელოვანი არის, რომ ეს სტრუქტურა შევქმნათ ასევე ერთობაზე, რასაც საუბრობთ ხოლმე, მნიშვნელოვანია, რომ ამ ერთობაში ბევრი კომპონენტი იყოს, ბევრი ადამიანი იყოს ჩართული, ბევრი გაერთიანება იყოს წარმოდგენილი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილით, პარტიებით, სამოქალაქო სექტორის აქტივისტებით, რომ ეს არის ჩვენი ძალა. ჩვენი ძალა არის ის ხალხი, ვინც გაბრაზებულია ქართულ ოცნებაზე და კრისტალიზდება ეს ყველაფერი ქუჩაში, არ თანამშრომლობაში და არ აღიარებაში. ჩვენი ამოცანა რა არის? ამ 28 ნოემბრის აქციაც ამას ეძღვნება, ვითხოვთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, რომელიც იქნება ჩატარებული თავისუფალ გარემოში და ვითხოვთ პოლიტპატიმრების და სინდის პატიმრების გათავისუფლებას. აი ეს ორი ამოცანა არის ჩვენი მისაღწევი და ინდივიდუალურად მარტო მე და მარტო თქვენ ვერ მიაღწევთ. ეს გაერთიანებული ძალებით მიღწევადია და ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ბატონო გიორგი, გაერთიანებაზე სხვა დროს ვისაუბროთ, ახლა ფიზიკურად ვერ მოვასწრებთ, მაგრამ ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ. პარლამენტთან მოშიმშილე პირებზე, რომლებიც 28 დღეა განაგრძობენ ამ აქციას, პროტესტის უკიდურეს ფორმასთან დაკავშირებულ აქციას და იცით, რომ მათ შორის არის თქვენი კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი გედევან ფოფხაძეც და სხვა შორის უკვე იქიდან გამომდინარე, რომ 28 დღეა შიმშილობის აქცია მიმდინარეობს, საკმაოდ სუსტად არიან მოშიმშილეები და დღეიდან უკვე პარლამენტთან სამედიცინო კარავით ამოქმედდება, სადაც მოშიმშილეების 24 საათიანი მონიტორინგი დაიწყება. ხო, აი სოციალურ ქსელებში ხშირად ვაწყდებით პოსტებს, როცა მოქალაქეებს უკვირთ, რატომ არ იმჩნევს ამ თემას ოპოზიცია. ხა შეიძლება არ იყოს გასაკვირი, რომ ხელისუფლებისთვის არ არის ხელისუფლებისთვის ასე ვთქვათ, სულ ერთი შეიძლება იყოს პარლამენტ, რა ხდება პარლამენტთან და ვინ გამოხატავს შიმშილობის აქციას მათი პოლიტიკისადმი, მაგრამ მეორეა, რატომ არ აქვს 9 აპრილის შიმშილობის საკითხს მხარდაჭერა, ასე ვთქვათ, თვითონ ოპოზიციური სპექტრის მხრიდან. არ გულისხმობ ხა იმას, რომ მაინც მათაც შიმშილობა უნდა გამოაცხადონ, თუნდაც სიტყვიერ დონეზე იყოს გამოხატული მხარდაჭერა. რამდენად ასე ვთქვათ, სამართლიანი გონიათ ეს პრეტენზიები, რომელიც არსებობს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის მიერ. სადაც ნახეთ, პროტესტის ფორმა, რომელიც აირჩიეს გედევან ფოფხაძე და მისმა მეგობრებმა, არის უკიდურესი ფორმა, რომელიც მორალურად წარმოაჩენს ქართული ოცნების დამოკიდებულება ზოგადად ადამიანის მიმართ, ქრისტიანობის მიმართ. მათთვის სულ ერთი არის ადამიანი, მათთვის არსებობს მხოლოდ ერთი ადამიანი და ეს ადამიანი ბიძინა ივანიშვილი და მისი 2 მილიარდი ლარი, რომელსაც დასდევს წლებია და ცდილობს აღიდგინოს. ანუ ეს არის მათი ამოცანა, ერთი ადამიანის გარშემო ცეკვა და მისთვის ბრძოლა ფულისთვის, მისთვის ქართული ოცნებისთვის და ივანიშვილის ადამიანის. ამ შემთხვევაში ოპოზიციაზე ხო და მივდივარ მაგამდე. ამიტომ აქეთ არაფერს არ ველოდებით ქართული ოცნებისგან გარდა იმისა, რომ მათ ვაჩვენოთ მორალური სახე რა არის და ეს გადაწყვიტეს. სწორედ ამიტომ იღეს ეს გადაწყვეტილება შიმშილის, რომ მორალური სახე ჩამოეშალოს ქართულ ოცნებას ბევრ სახესთან მიმართებაც, რაც ჰქონდათ მათ და აჩვენებდნენ საზოგადოებას. ოპოზიციის კრიტიკა ამ შემთხვევაშიც მე მაინც ვთვლი, რომ ნებისმიერი კრიტიკა მისაღები არის, მაგრამ ამაზე აპელირება და საზოგადოების დაყოფა ამ მიმართულებით, როცა ჩვენ ერთიანობისთვის ვართ, პირიქით მხარდაჭერა უნდა გამოუცხადონ ამ ადამიანებს და ერთიანად ოპოზიციურად და სამოქალაქო სექტორით ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ჯერ მათ სიცოცხლე შეუნარჩუნოთ, დავიცვათ ისინი, ვაიძულოთ ქართული ოცნება იმ დათმობებზე წავიდნენ და გარდა ამისა საზოგადოებას ვუთხრათ, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. მადლობა ბატონო გიორგი, იმისთვის რომ დაგვითმოთ დრო და უპასუხეთ ჩვენს კითხვებს. გიორგი ბუტიკაშვილს დავიმშვიდობებით, დღეს ნიუსრუმი კი ამით ასრულებს მუშაობას, ერთმანეთს უკვე ხვალ ერთმანეთს შევხვდებით. ნახვამდის.